შენ მართლა აღარ ხუმრობ, აი? ხუმრობ მაქსაკე. ესე იგი, აიბნის გასქურაზე ტრუსავს კათამს. აუ, სმოწყდა ჩუთუ შუ. შუ. შქმერულისთვის. აბა ჩქმერული რატომ გონია მე? არ ეძახიან სწორად. ხო, ზოგი ეგრე ხო ეძახის, და მაგიტო, ანუ შქმერი იყო, შქმერული ყოფილას. დაიწყია. ჩოდო? ხო, ანუ შუ. ამით ვქენი, ამით ვქენი, ემას. იმერეთში ამბობენ შუო. კაი, შქმერული. მაგას აკახლებ. ეგრეო, რა ვიცი, აბა ბებო ესე ამბობს. ხო, იმიტომ რომ შქმერულია ზოგადად აი ხო რაჭული. ეგ სოფელი შქმერი. რაჭული კერძია? აბაში რა გონია, მე კახურკეთის გაკეთებას ვსწავლობ, ეხლა. კახური უკვე ისწავლენ, გეშინია. სოფელი შქმერიდან. კახური რა დაამღამე, იმიტომ სწავლობ ახლა ამას თორე. სადმა მოანკოლა. ხო, წადი ვასწავლეთ. რაჭული ოღონდ რაჭული დანიორი თაკეთებენ. ეს არ გამოდგება და ეს გამომართვი ერთი წამი. მოკლედ ტრუსავთ ქათამს რაჭული კერძისთვის, შქმერულისთვის. ლაშა აკეთებს პირველად, ოღონდ ეხა იმედია ცეცხლს არ წაუგიდებ. ჩვენ მოკლედ ახალ წელს არ ველოდებით, ყოველ დღე გემრიელობებს ვაკეთებთ. უკვე ისე არ გვინდა რომ ერთ დღეში შევჭამოთ ყველაფერი, იმიტომ რომ ვერ ვჭამთ და ჯობია ესე ცოტა ყოველ დღე გემრიელობები. მივირთვათ და გავაცილოთ 2024. რა უხდება რა კაცს რა საჭმის გაკეთება. ხო, ბანეში. მithumetes ხორციანი საჭმელი. კიდე გადაღება. კარგად შეტრუსულ და გარეცილ ქათამს დავაყაროთ მარილი. ყოფა? თუ კიდე დე. ორივე მხრიდან. ეგრევე დავაყაროთ, რომ მე იმასაც ხონდა და იმას ხელით გავუკეთებია, რომ შეაჩეროს. აი, ფრთები შიგნითაც გავუკეთე. შიგნითაც? რა თქმა უნდა, ლაშო. როგორ გეტყობა პირველად რო. არ უნდა მეტი, всё. ეს ერთი ხო მეორე? ეს დაარტყეთ, რომ გასწორდეს. ნამიტანი შევტრუსეთ. ნახოთ შევტრუსეთ. ამოტრიალო მე და გარდანაც გავუკეთე. მეგობრებო არ გვავიწყდება, ვაკეთებთ შქმერელს. საცივი არ გეგონათ. მეორე საფეხური მარილის მოყრა. არ ეგრე ბევრი არ უნდა. ბევრი შემასწავლე მე ხა. პირველად კი ვაკეთებ. როგორ ზეპაუბარდება ხოლმე თავში რა. თხილად. ეგა, ახლა იყო. მოსაგასახლა. მოთავსდა ზუსტად აფაში და აფის ფორმა უნდა მიაღებინა. ეს თუჯის ტაფა აუცილებელი ის არის პირობა? სქელი ტაფა. მაგის სპეციალური ატრიბუტი მაქვს. აუ, ეგ მეც მინდა, რა კიდე გამატანე. იმას ჩაინიქს ვადებ ხოლმე. ხოს მოზაიღებს ხალდუბოდა. აბა საიდან წავიღო? თბილისში სადუშაო ესეთი ჭანჭახის ქვას. ნამდვილი ფერული კეთება რაჭიდან წამოღებული ქვით. ამას თბილისში კი ვერ ნახა. ხო, ესეც აუცილებელი პირობაა, მეგობრებო. ხო და მეც მინდა ეგეთი. თორე მე ჩაიდან. დადი რაჭაში მე და მოძებნე ზასული იყო და ნახა. მელა. მაგის საიტანე და ის გასწორებია ხა. შენ არის ცი რომ დედებს ხელები არ ეწევა. შვილებს ეწევა. მაინდომა რა.
დედები ზეთში იმეჟებიან იბანი ხელებს მეორეც წავიდა ხოჩში აბა მეორე ქვაც თუ გაქვს ეხა გამოჩდება აი გონია ესეც რაჭისაა? ის მამახო სამი შეესიაკეთებს სანაყი ნიური სანაყი ხო არის აი გარი ეს შრამები ქვის შრამები ახსოვს მარიტას აი ესე მეგობრებო ხანაირად არ გამოვა გემრიელი ბლენდერი და ჩოთე. ხო, გომინდა. ესეც უნდა დაფარება, მაგას მე არ ვაფარებ ხოლმე. ეს რო ალბათ მოითუშოს ხო კარგად. და ეს ამოტრიალი თქო ესე უფრო მალე ხომ. დავაფარეთ საბნები. ვაყურებელი რა. სადღაც 10 წუთი მოვხსენით თავსახური და ვაგრძელებთ ესე შებრატყას. მოტრიალების დროა? დაახლოებით ალბათ 20 წუთი გავიდა, ხო? ნახევარი. ეხა გავაცხელებ. გაიგე? აი და მეორეს აი რა кай ფერია. აი შეკავებ მოხდა რამდენი ხუმია შეიძლება. ცოტა კარაქი დავამატებ. ეს ხანი გვარი. და იმას არ ამატებ? ამას არ იმყოფე. ხო, ესე იგი თუ შევატყვეთ რომ ზეთი დააკლდა, ვამატებ კარაქს. კარაქის რაც უნდა დავამატოთ ბოლოს ორივეს მიუღია უნდა მოვხდეთ. შემდეგი ეტაპი. ნახევარი ეს გავაკეთოთ ეს მეორე და ნახევარი ეს. რატო რა? ეს ქართული არის. ხა? ქართული არის ეს. ეს არის ქართული? არა. აბა როგორი უნდა იყოს მასწავლებელი? ის უნდა კონდეს, ფოჩები უნდა კონდეს. შეიძლება მოაძლოს ერთ ფოჩები. მეტი საქმე არა აქვს. ქართული მეორე ნახე როგორია. რამდენი კვილი უნდა იყოს? 5-6 კვილი უნდა ერთს, ოღონ ისეთი რა ნორმალური, აი ესეთი. ხო. სტანდარტულია. მე და მარიტა მაყურებლები ვართ. მაშა იქ უშენოდ რაღაცეები ხდება. გადაატრიალე რამე? შეიწვა. მეორეც გადავატრიალე. აურა კაისინია მართლა. საერთოდ აგერ გაჩუქებ ქათმის შესაძლო ქვას და მეტი არ რა და ეგ მართლა მჭირდება. ესეთი ანტიკვარი ის სად უნდა ვიპოვო? მოკლედ ნიორი და მარილი მუხლზე დავიდოთ სანაყი და დავნაყოთ ნიორი მარილთან ერთად. თუ მაგალითად სანაყი არ გვაქვს, შეგვიძლია გავხეხოთ ან იმას საჭყლეთშიც გავატაროთ. არა, ქვით დაწყლედი სხვა. მაგრამ რაჭის დინარის ქვით დაჭყლეტილი. ნიორი სულ სხვა არის. იზია. სიმართლე თუ უნდა ასია. შეიძლება ჩა.
ფატის უნდა რომ ეხა წაგართვას და თვითონ გააკეთო. მაგრამ თავს იკავებს. აჰა, всё. ფატის უნდა გამოგლიჯოს და თვითონ გააკეთო. გადავიდოდოთ. ჭიქაში. ეხა მეორე. ჩვენ ხო ორ ქათამზე ვაკეთებთ. მანამდე ესენი დაგათვალიერებინოთ კიდე ლამაზად ტყის შუქზე. ფატის ხელით გაკეთებული სილამაზეები. ეს არის ხელოვნება. საყვარლობა. აუ, რა კარგად იბრადება. ამზად არის ერთი? და ჩანგალი მოიწა. ელი. აი ქითმილი. მე. ანუ ეს TikTok-ზე რო გადავაბა, სიმართლე ყოფილა ხალხო. მართლა ხელი ზეჩი ესე. ხელი თამოვება, ხელი დაფიდა. ხელი ზეთიანი დაფიდა, ხელი თამოვიდა. ხო დაინახეთ რაც მე დავინახე. დაინახე ფატიმ რა გააკეთა? ხელი ზეთიანი დაფიდა, ესე ხელებით მოკიდა, გადმოიღო. როგორც იქ. და ეხა დავაყარეთ ნიორი. ანუ ამ ზეთშივე სადაც ქათამი შევბრაწეთ, დავაყარეთ დანაყილი ნიორი, მარილიანი. მე მეგონა აზვიადებდნენ, თურმე მართალი ყოფილა. ოღონდ ეხა ეს არ უნდა დაიწყოს. ძალიან დაბალია. თორე მე ეს ლაშა ზე წამოიღე. დამწვარი ნირის სულს ვერ ვიტან. არა ხო, მე რეცხვენია. მარიკა ზე გამომავიდა. ლაშა ვერ ვიტანე. ზე მაცივიდან მაცივარში. აი მე კლასიკური დაშვილი. სად არის ზე? არა და ცხირწი გონდა. Yo. ჩაუშვი. ლაშა საჯერო მაინც. ატაკ მორნა. აქ რამდენი იყო ხა რა გავიგო ეს ხო? მადიქნებოდა 9 ლიტრაზე მეტი. აი, всё. ესე იგი ნივრიან აფაზე. დავასწრებ. და ეხლა ნახოთ შემდეგ ეტაპს გეტყვით. ეხლა გამზადებული ქათამი დავჭრათ. ძალიან გემრიელი რაღაცა იქნება. თუ გვაქვს მაკრატლით, თუ არა და დანით. ხალხი დავამატე მას ერთიანა, სულ გავჭრათ. არა მიგონჩო. ეს პატარაა, მაგრამ იმიანა წავი. არა, ორივე ერთად არ ჩავე. გაუჭრათ რაია, ცხელია. ფატისტვის არ არის ცხელი. ეს აღარ. საფეთი მოხდა. აჰა, ჩადიახე ეს ასე. 4-4-ია, ერთად ჩავიდეს სელამაზე. მაგრამ ძალიან ადრე გააკეთე. ეგ ვიცი. ფეგაზი. ეს დაჭერი. კარგად უნდა. კიდე დავჭრა? იცი მაგათ. არა და ამას უფრო კარგის აქ თიხაში რომ მოთუხტუხდე. ხო, ისე აუცილებელია თიხაში რომ მოთუხტუხდეს. მაგრამ ნუ თვად ესე მკაცრებით არ ვიყოთ, ვისაც არ აქვს. მაგ მომენტში არა, იმიტომ ვიყიდე შროშაში. წავიდე რესტორანში და ჭამოსი თიხა თუ არა. ესე და всё. რესტორანში თუ თიხა მოკლედ ძალიან რადიკალური განცხადებებია. თიხაში უნდა გამორიცხო. წამოდუღდეს ხო ალბათ მე.
ზე. მოიცა კაცო ცეცხლს მითების რაღაც ცხელია. მეცნობა. მაგრამ რაღაც ადრე მოვიდა. აჰა. ეს ერთიც დარჩა. 2 საათი. უდაბი ცეცხლია შემითო. ლიანად. აი და ემსგავსა ამბავს უკვე. რა მაგარია. აი, შქმერული. ფოტო უნდა გადავიდე. დავამაგი. აი, ბატონო შქმერული. ეხლა ეს ალბათ უნდა წამოდუღდეს ეს, ხო? ერთხელ უნდა წამოდუღდეს, აი ესეთ თიხაში. მეორე იმაში გავაკეთე. მაგრამ ფოტოსაც კი უყევს, ისე მოეწონა. ანუ ამას ეხლა დაუმატებთ ჩვენ მეორე ქათმის ნაჭრებსაც, რა შეიძლება. კიდე ანუ ზედმეტად აღარ ვაკეთებთ ნიოსტორცეს, ხო? ეს გვეყოფა. კი, ეს საკმარისია. ხო, ეს საკარისია. 2 ქათამზე. მეორეც მოვიდა. მეორე. მიდი, დასპეცდი? აურა კაი შებრაწულია. თითიერ მიგაყოლო. აი ისე ცოტა მას დატოვე დაჭრილი იქნება. ისე ხო, ვიღაცას შეიძლება ისე მოუნდეს. ერთი ისე დატოვე. ვიღაცას შეიძლება ტყემლით მოუნდეს. ეს აღარ გავაკეთო, ხო? ნახევარი გავუტოვე. ავა ის ვერი მაგიბება მაგაში დიდი ხანი ეს მიყვარს. უიპარავ პროცესში უიპარავ. ეს მიყვარს. თუ დიდი ხანი გაჩერს მე ისა. ის გემო გიშტები. 2 საათი. არა, ფაქში გადავიდე, მეგონი, ციხაში დიდი ხანი მალევე უნდა ჩამო. ეს ეგრე პატარა ნაჭრებად დავჭრა? всё, ამახნე. ანუ ეს გავჭრა კიდე? აბა, დუღს. საკუთს უნდა ისე შეჭამო მოლება. ხო, აი ადუღდა. გადმოვიდა. ხივა, თვიმე წონცხი. აი მე დაეწვა ხელი ამას. აი დატოვე ნახევარი და ნახევარი. ცოტა მერე. პატიზინე დაერგა. ხო, დედამისივით უნდა რომ შეძლოს და ვერ ახერხე. მაგას უნდა სტაჟი. შეზიასლოს მოიცა. შეზიასლოს რატო არ ასწავლი? ფიშველი ხელებით რომ მოკიდოს ცხელს. ნახე. პრობლემა არა აქვს. მაგას უნდა 20-წლიანი ოპოთ. ხო. შენ რო ეხა ეს მოგინდა გენაცვალე ეგრე არ არის რა. ვიღაცას გადაღება. ზანკარია. აი ხოდა. აი ეს. ისე დაჯერდა შეჭამე. აი ეს. და იცი რა მაინტერესებს? ეს მე ცივათაც ხო იჭმევა. კი რო. ანუ ცივად იჭმევა. აღარ აცხელებ მე. არა. მე შევჭამ. შეიძლება მოგწონს. აბა. როგორი კერძი გააკეთე გვაჩვენება. ინდივიდუალურ გაკეთებაში თუ გამოვა, მე რეიქთქი შენ. აი. ნაღდი შქმერული. ესე გამოიყურება. და ძალიან ადვილად კეთდება. კი, ძალიან სუბრალო. ხო. აი უცებ რომ კეჩ. გინდა გემრიელი სადილი. შეგიძლია მალე მოამზადო. ასე დუღებას რომ დამთავროს უკვე მზად არის საჭმელი. ცოტა ხანში გავსინჯოთ. აი ხუჭა რომ მოვიჭუგა. ყოჩა! ბრავო! აპლოდისმენტები! მეგობრებო, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და კიდევ სხვა რეცეპტებსაც შემოგთავაზებთ. ესე ოჯახურ გარემოში. დიდი მადლობა ყველას და დროებით.